გამარჯობები ყველას. მე მათე ვარ და როგორც შეგპირდით ვაგრძელებ ჩემი task-ის პროცესინგის სრულ მონიტორინგს აუდიტორიისთვის. მოკლედ რა მოხდა ბოლოს მინდა მოგიყვეთ და წინ ძალიან საინტერესო ამბავი გელოდებათ, გპირდებით. იცით უკვე რომ პირველი ეტაპი შუქურის ძიების არის ის ადგილი, სადაც დაფიქსირდა გაუჩინარება პირველად. მოდი სანამ გადავალ ამბავზე მინდა რომ ამ ტერმინზე შევთანხმდეთ. ინგლისურად მოიხსენიება ბიკონი. ქართულად არის შუქურა ან რადიოშუქურა უფრო ზუსტად. საქმე იმაშია რომ ლაპარაკია რადიო სიხშირულ გამოსხივებაზე და არა სინათლის გამოსხივებაზე. ამიტომ რადგან აქ საქმე არ გვაქვს სინათლესთან, შუქთან, ჯობია სიმარტივისთვის და სიმოკლისთვის ვიხმაროთ ინგლისური ტერმინი ბიკონი. შევთანხმდით? მშვენიერი. მაშა სადამე, იყო და არა იყო რა იყო ერთი სასტუმრო სახელად ჰოთელ ივერიონი, რომელიც შორეულ 2001 წელს უკვე გულუხვად მასპინძლობდა ჩვენს სტუმრებს საქართველოში. რა მოხდა ამ სასტუმროში იმ წლის აგვისტოში კი იცით უკვე წინა ეპიზოდებიდან. ხო და ეხლა ჩემი მიზანია რომ პირველ რიგში სამიზნედ ამოვიღო ეს მიმართულება და ვიპოვო ვინმე თამაზი, იმ დროინდელი დაცვის უფროსი. პირველი რაც გავაკეთე გადავქექე ინტერნეტი და ძლივს მივაგენი საკონტაქტო იმეილს. ეს აშკარად არ ედოთ, უფროსოც ქსელებიდან კავშირი. მარა რო კითხო, იმეილი აღარა მოდაშიო გეტყვიან. თუმცა იდეაში იმეილზე დგას მთელი სოც ქსელები როგორც საბაზო კომუნიკაციის სისტემაზე. მოკლედ მაგათი სნობიზმი იქით იყოს და სრული დიპლომატიური წესების დაცვით მივწერე ადმინისტრაციას ჩემი გასაჭირის შესახებ. დიპლომატიის ავტორი ChatGPT რა თქმა უნდა. რა გითხრათ, იმათგან დაუყოვნებლივ პასუხს არც ველოდებოდი მოგეხსენებათ რომც ენახათ მაშინვე. სერვის კონსულტანტის პასუხის დაბრუნებას არ ურჩევდათ. მაგრამ ჩემი მიზანი რეალურად ის იყო რომ საქმის ყურში ჩამეყენებინა. მოვახდი ჩემს ფიცს და მივაჯერი ჰოტელთან. კარში დაცვა იყო, ვუთხარი რომ მაინტერესებდა პირობები. რეცეპშენი. გამარჯობა, ადმინისტრაციას როგორ დავუკავშირდე? გამარჯობა. რა გნებავთ კონკრეტულად? საორგანიზაციო საკითხებთან და თანამშრომლებთან დაკავშირებით მაქვს კითხვები. ბლოგერი გახლავართ. იცით, ესე პირდაპირ არ ხდება დაკავშირება, უნდა დაწეროთ განცხადება მაგალითად HR-ის სახელზე, თქვენი მონაცემებით და ისინი თავად დაგიკავშირდებიან. კი ბატონო და რამდენ ხანში მიპასუხებენ? ჩვენ გეტყვით რომ უახლოეს 24 საათში, მაგრამ სინამდვილეში შეიძლება galodinot ერთი კვირა ან საერთოდ არ დაგიკავშირდეთ. არა, ეს არ უპასუხია, ეს უბრალოდ სახეზე ეწერა. ისე კი ეს მიპასუხა. უახლოეს 24 საათში. გამიღიმა და მეც შესაბამისად მოვიხიბლე. კოსტუმი უნდა ჩამეცვა. კარგი, მადლობა, ვუთხარი და გამოვბრუნდი. იქვე სავარძელზე მოვკალათდი, ფიქრობ. მეილს ჩავხედე და არაა პასუხი ჯერ კიდევ 2 საათზე მეტია გასული. ვიცი რომ მომიწევს ლოდინი და ამდენი დრო არ მაქვს. და აბა თუ მიხვდებით რა? სწორად მიხვდით. იაკობი. ვუშვებ აპს და ვურეკავ იღებს. გამარჯობა, მათე ვარ. გისმენ, რაშია საქმე? ჰოთელ ივერიონი. აუცილებლად მჭირდება ადმინისტრაციის უფროსთან დაკავშირება. კონკრეტულად რა საკითხზე? 2001 წელს აქ მომუშავე დაცვის უფროსთან დაკავშირება. რა გაიგე ამ ეტაპზე? ვერაფერი, განცხადების დაწერას მთხოვენ და 24 საათში იქნება პასუხიო. რავი ალბათ მეტყვიან როდის შეიძლება დაინტერესდნენ ჩემთან პასუხის გაცემით ან რამე ამდაგვარი. დიდი დროა ამ საქმეში. რამდენიმე წამი პაუზა. კარგი დაგირეკავ. 15 წუთში დამირეკა. მრგვალ ბახთანაა ზემოთ, ზუსტ ლოკაციას ჩაგიგდებ, სანდრო ასლიშვილის სახელით მიდი. ეგ ვინაა? ახლანდელი უფროსი დაცვის. ტელეფონი არ მომცეს, ბევრი საჩალიჩოა ეგ. ჯერ ეს სცადე. კარგი. Recipient disconnected. აუ, ვიცოდი ეგ ადგილები, ვაკის კერძო გეტოები. ერთია საქართველოს საოცრება კორპუსები მთებში და მეორე ჩამოსაქანებელ ასაქანებელნი, რაც ძალიან მღლის, მარა სადამდეც აკაჩავს ჩემი კელა მივალ თუ არა და დანარჩენი მთამსვლელის უნარჩვევებს გავიხსენებ. ძალიანაც არ მინდოდა, მარა რა სიზამ, უკვე ბევრი რესურსი დავხარჯე. პირველი დაბრკოლება საცობები, შემდეგი დაბრკოლება დრაკონის კბილები და იქიდან ამოსული მეომრები, კი არადა. როგორც იქნებოდა მივახციე. კერძო ბინები, ნომრები 24, 25, 26. ეგ არის 26. ჩვეულებრივი ღობია და შესასვლელი ჭიშკარი. არავინ ჩანს ფანჯრებში რომ იქნებ ყურადღება მივიქციო. ბატონო თამაზ. შევძახე. ბატონო თამაზ. კიდევ რამდენჯერმე დიდი ხმით. პირველის ნახევარია უკვე, წესით არავინ უნდა იყოს სახლში. მაგრამ ეს კაცი ალბათ უკვე ასაკშია და ეს მას არ ეხება. მეზობლის სახლიდან ვიღაც მოხუცმა ქალმა გამოიხედა. კარგად დამაკვირდა. მერე კიბეებზე ჩამოვიდა და ჭიშკარში გამოვიდა. გამარჯობა ქალბატონო, ბატონი თამაზ მიროტაძე აქ ცხოვრობს? თქვენ ვინ ხართ? მისმა მეგობარმა გამომაგზავნა. იცნობთ თამაზის? კი, შორიდან.
მერე მისმა მეგობარმა არ იცის, რომ უკვე დიდი ხანია გარდაიცვალა. მე თავი უკან გავწიე, თითქოს მოქნეული კატანა ავიცილე სამურაივით. რას ამბობთ, არ ვიცოდი. სამწუხაროა. რამდენი ხანია? თითქმის 5 წელი იქნება, მისი შვილია ხოლმე სახლში, მოიცა დავურეკავ. კლავიატურა ამოიღო და ძებნის. დიდად დამავალებთ, გმადლობთ ქალბატონო. ალო, კატო გესმის, გამოხედე რა, შენთან არიან. დიდი მადლობა. კარგი გენაცვალე. მერე თვალები მოჭუტა და მითხრა. ისე იმ მეგობარს გადაეცი, რომ ტყუილების თქმა ისწავლოს. გავუღიმე აი ისე. ბავშვობაში უფროსი ტყუილში რომ გამომიჯერდა ხოლმე. როგორ მიყვარს ბავშვობიდან ეგ შეგრძნება, ვგიჟდები. ცოტა ხანს კიდევ ვატასავე ჭიშკართან, ქალია, ქალი, ახლა ცოტა კორექტირებები შემაქვს სტრატეგიაში, როგორ დავცინცლო ინფო. მალევე ვიღაცამ ფარდა გაწია და გამოიხედა. მერე კარები გააღო და გამომძახა. შემოდი ღია. და რაღაცამ დაიწყაპუნა. შევედი, ავედი. ბელეტაჟი თუ რაც ქვია. მეორე ოთახიდან გამომძახა. დაჯექი მანდ, დივანზე და გამოვალ. სკანდინავიურ მაგიდას მივუჯექი. სამზარეულოში რაღაცას აჩხარუნებდა. ყავა. ჩაი. არა გმადლობთ, წყალი თუ შეიძლება. წყალი. დაბალი ხმით გაიმეორა. ცოტა ხანში გამოვიდა. ქალი და რა ქალი. დილის ხალათი მოირწეოდა ყავისა და წყლის თანხლებით. უფს. მე ფეხი ფეხზე გადავიდე და ცოტა გვერდულად დავჯექი მორცხვი დაქალივით. რა გქვია შენ? მათე. მათე. კარგი სახელია, ბიბლიური ხო? დიახ, ასეა. სიგარეტი აიღო კამოდიდან და მოუკიდა. ყავას მიუდო გვერდით. ეწევი? არა გმადლობთ. წინააღმდეგი ხომ არ ხარ? თუ გავიდე მოვწიო და შემოვიდე. არა, რა პრობლემაა? ისე, სად მუშაობ შენ? დეველოპერი ვარ. ბინების მშენებლობა და რამე? არა, პროგრამისტი დეველოპერი. მანდაც გყავთ დეველოპერები. დი ბევრი, ძირძველი დეველოპერები ვართ ჩვენც. უყურე შენ. კოლცენტრებში ხომ არ ხარ ბიჭო, ჰა? არა, რას ბრძანებთ, მაგას როგორ ვიკადრებ? მოკლედ რა, შენ რა წესიერი ბიჭი ყოფილხარ, კოლცენტრში შენ არ მუშაობ, ხავას არ სვამ, წყალს სვამ არ ეწევი. ფანჯარას გაგიღებ და იქნებ გაფრინდე, ჰა? მეც ჩავიღიმე. არ გამოვა ეგ ამბავი, უკვე აცივდა, აქამდე უნდა გავფრენილიყავი. ჰო. აბა რა ხდება მითხარი მათე, რა გაგჭირვებია? დააფერფლა. ბატონმა სანდრო ასლიშვილმა მითხრა თქვენ შესახებ. საიდან იცნობ სანდროს? მოკლედ 2001 წელს მომხდარ ერთ ინციდენტს სწავლობთ. უცხოელ ტურისტებს რაღაც ნივთი დაეკარგათ და იმასთან დაკავშირებით. ვიცი, მელაპარაკა სანდრო. ბავშვობიდან ვიცნობ მაგ კაცს. რაღაც პერიოდი მამა და ეგ მეგობრობდნენ და მერე მამა ჩემმა დააწყებინა მუშაობა. კაი ხანია, არაფერი მსმენია მასზე. ეხლა მელაპარაკა შენს მოსვლამდე. გასაგებია. ჩემგან რა გაინტერესებს? იქნებ გაიხსენოთ სიტუაცია. გამოძიების პროცესების დროს რა ხდებოდა, ან მამა თქვენს რამე საინტერესო ხომ არ უთქვამს, რაც შეიძლება გამოგვადგეს ძიებაში. სიგარეტს მოკაჩა, ერთი თვალი მოჭუტა, მე კი დამაკვირდა, მაგრამ მგონი უფრო შრედინგერის განტოლებაში არაცრფივი წევრის დამატებაზე დაფიქრდა. ან მინიმუმ როგორც დიდმა ბელადმა იცოდა დრო მოიგო. გუშინდელივით მახსოვს ის დღე. მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში ვიყავი. მამა ჩემი საღამოს მოვიდა გადაფსიხებული, ყვირო და იგინებოდა და ყველაფერს მუშტს ურტყავდა. დედა ჩემმა ვერ გაბედა რამე ეკითხა იმ საღამოს. სიგარეტი დააფერფლა, ყავა მოსვა და გააგრძელა. მეორე დილით სამზარეულოში საუბრობდნენ ჩუმად, მე უკვე სკოლაში წასული ვეგონე და დრო ვიხელთე და ვუსმენდი. გეტყვი ის, რაც მახსოვს და დანარჩენი მერე დედა ჩემაც მომიყვა დაწვრილებით, რაც იმას ახსოვდა. მოკლედ, ასეთი რაღაც იყო. მამა ჩემს დილით დაახვედრეს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი უცხოელი სტუმარი ჩიოდა ადმინისტრაციაში, რომ იგი გაქურდეს, აღმოჩნდა ფრანგი ცოლ-ქმარი და ცოლს სხვათა შორის ქართული გვარი ჰქონდა, ჩხენკელი, როგორც მახსოვს. ამ ტიპს ჩანთაში ქონია რაღაც მოწყობილობა, რომელიც ძალიან ძვირფასი იყო, როგორც ჩანს და სწორედ ის მოპარეს საიდანღაც. იმ დღესვე შეიკრიბა ყველა დეპარტამენტი და დაგეგმეს გამოძიება, დაუძახეს მილიცია პოლიციას ჩართეს შავებიც, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა. ანუ ყველა წავიდა იმ მიმართულებით, რომ როგორც ჩანაწერებში იყო, ცოლ-ქმარი გავიდა სასტუმროდან რამდენიმეჯერ 2 დღის განმავლობაში და მათ შორის ორჯერ დიპლომატით და ვარაუდობდნენ, რომ სწორედ ამ დროს ამოაცალეს ის ნივთი. მაგრამ ეს ფრანგი ამტკიცებდა, რომ სწორედაც რომ ნომერში მოხდა მისი გაქურდვა.
მოკლედ ბევრი მსჯელობის შემდეგ მიადგენ ტექნიკურ სამსახურს. იმ დროს ხდებოდა საბარათე სისტემაზე გადასვლა, ხო ასზე ხარ, ჩვეულებრივი გასაღებიდან ბარათებით ნომრების დაცვა და რამე. მათ შორის ლიფტებისაც. და სასტუმროს ყავდა დაქირავებული რამდენიმე კიტაოზის სპეციალისტი, რომლებიც ამ საქმეში პროფესორები იყვნენ. მაგას მართავდა ერთი ვინმე სახელად მინგლი, თუ მინგლუ, და სწორედ ეს ტიპი დაიბარეს დაკითხვაზე. როგორც გავიგე, ამან მოყვა ასეთი რამ, რომ ლიფტზე მუშაობის დროს იმყოფებოდა მეორე სართულზე. პირველზე ლიფტი იყო ღია, მაგრამ როგორც თქვა, დაცვითი ბარიერი არ ჰქონდა ჯერ. მაგ მომენტში ლიფტში შევიდა ორი რუსულად მოლაპარაკე ქალი და კაცი. ამ ჩინელმაც კარგად იცოდა რუსული და მოყვა, რომ გაიგონა როგორ ლაპარაკობდნენ ფრანგ ცოლ-ქმარზე, რომლებსაც ჰქონდათ ძალიან ძვირფასი ნივთი. შემდეგ რომ მიხვდნენ, რომ ლიფტი არ მუშაობდა, გასვლა დააპირეს და კიდევ ასეთი რამე თქვეს, რომ მგონი ისინი არიან და გავყვეთ უკანო. მათე, იცი რაშია საქმე. მამა ჩემი როგორც ამბობდა, ამ ჩინელმა რაც მოყვა სიმართლეს გავდავ, იმიტომ რომ რეგისტრირებული მართლაც იყვნენ იმ დროს ის ორი რუსი და დროებიც ემთხვევა, მაგრამ იყო ერთი ნიუანსი. ჩინელი ამბობდა, რომ მან ვერ დაინახა, ვინ ფრანგებზე იყო საუბარი და ვერც ის მართლაც ეჭირათ თუ არა ჩანთა ხელში სასტუმროდან გასვლის დროს, თუმცა ის რაც მამა ჩემს ეჭვის საფუძველს აძლევდა იყო ვარაუდი, რომ ფრანგების ნომერი რეალურად იყო მეორე სართულზე და მან კარგად დაინახა, ვისე იყო საუბარი იმ რუსების მხრიდან. ანუ მამა თქვენი ფიქრობდა, რომ ჩინელმა ზუსტად იცოდა სახეზე პიროვნება, ვისაც ჰქონდა ის ნივთი. აჰა, სწორედ ასე. მამა თქვენს საბოლოოდ რა ვერსია ჰქონდა? ნუ ხო ხდები, ფიქრობდა, რომ რეალურად ამ ჩინელმა იჩალიჩა ეგ ყველაფერი. ბარათებიც მის ხელში იყო და წვდომაც ნომრებთან, მათ შორის სინათლის გათიშვაც, მაგრამ პრობლემა იმაში იყო, რომ ასე პირდაპირ ხელს ვერ დაადებდა. იმიტომ რომ აქ იკვეთებოდა უკვე დაცვის სამსახურის სისუსტე და საბოლოოდ დაელოდა სხვების ვერდიქტს. ანუ დარწმუნებული იყო თავის ვერსიაში? კი, 1000%-ით. კარგით, საბოლოოდ რა დასკვნამდე მივიდნენ? გამოძიება დააკონსერვეს. იმ კაცს რაღაც ფულადი კომპენსაცია გადასცეს და გაუშვეს. მაგრამ იმუქრებოდა, რომ სხვაგან გაასაჩივრებდა ამ ყველაფერს, თან ძალიან უცნაურად იქცეოდაო, თითქოს რაღაცას მალავდა და არც დიდი ხმაური სატეხვა უნდოდა. კარგი და ის ჩინელი მინგლუ სად იქნება ახლა? აუ, მე ახლა ვანგას ვგავარ. არ ვიცი როგორც მითხრეს, სადღაც კახეთში გადაიყვენეს იმ წლებში მსგავს სამუშაოზე. კახეთში? რაღაც ჰესი ყოფილა ჩინური კომპანიის პანკისის ხეობაში და იქ ადმინისტრაციასთან მოსვლია კონფლიქტი. თავად ჩინელებთან? კი. მოკლედ ბოლოს როგორც ამათ სასტავს უთხრეს, ეს ჩინელი თავისი ორი მეგობრით საერთოდ გააძევეს საქართველოდან. მერე რამდენიმე წლის შემდეგ ნაცებმა დაიწყეს ქექვა, მაგრამ უკვე გვიან იყო. ანუ ეგ მინგლუ აღარ არის საქართველოში კარგა ხანია, ხო? თქვენ თავად ფიქრობთ, რომ რუსების მოპარულია? მე მამა ჩემისა უფრო მჯერა. თუმცა რუსებსაც რომ შეძლებოდათ ალბათ წაიღებდნენ. როგორც ამბობდნენ, საერთოდ ყველა ნიშნები ჰქონდათ, რომ უბრალოდ ტურისტები არ იყვნენო. ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე. რაო მათე. არ თქვა ახლა ჩინეთში უნდა გადავფრინდეო. ფრთები რომ მქონდეს რა მიჭირდა? აი ასე იყო ჩემო კარგო ეს ამბავი. ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა. ყავა მოსვა და დამაკვირდა. მათე. იცი რა მაინტერესებს. მამა ჩემი სიტყვები მახსოვს დედას რომ ეუბნეოდა, ეს ნივთი ფაქტიურად შეუფასებელიაო. რა არის ასეთი შენ იცი? ბოლომდე მეც არ ვიცი, სიმართლე გითხრათ. იცი. ასეთი სიმპათიური ბიჭი და ცოდო ხარ ამ საქმისთვის. რას გულისხმობთ? ამბობდნენ რომ ამ საქმეში ისეთი წრეები ჩაერთვნენ თავის დროზე, რომ იცოდე, შეეშვებოდი საერთოდ. ჩემი საქმე ეს არის ქალბატონო კატო. რას ვიზამ? მათე. შენ იცი რა არის კარმა? კი გამიგია. ჭკვიანი ბიჭი ჩანხარ. შენი საზრით მუშაობს კარმა? მე მჯერა რომ მუშაობს. ხო და აი მითხარი ახლა. მამა ჩემს თავის დღეში ცუდი არავისთვის გაუკეთებია, ყველა როგორც ვაჟკაცს და პატიოსან კაცს იცნობდნენ და ამ დროს აი ეს პრობლემა სულ არაფრიდან გამოხდა და კაცი სრულად დაანგრია. რამდენიმე თვეში გაანთავისუფლეს. მერე წლები განიცდიდა და მაგას გადაყვა. ეხლა მითხარი რატომ გაუკეთეს ასეთი რამე, რომელიც ცუდი საქმე შემოუტრიალდა უკან ბუმერანგივით. სად არის აქ კარმა? იცით, არ გეგონოთ რომ მე კონკრეტულად მამა თქვენზე ვსაუბრობ, მაგრამ ზოგადად მე ასე ვუყურებ ამ საკითხს. ადამიანებმა ერთმანეთს არ უნდა გავუკეთოთ ცუდი და სამყარო თავისით მოატრიალებს ბუმერანგს იმაზე უკეთ ვიდრე ჩვენ გამოგვივა ეს. ეს ჩემი მხრიდან იდეალისტურად ჟღერს, მაგრამ ერთია პრინციპი, მეორე კიდევ რეალობა.
ალბათ ვინც დაუმსახურებლად გაუშვა მამა თქვენი, იმას მიუბრუნდება ის ბუმერანგი. ხომ ვხვდებით? მან თავი გააქნია. სიგარეტი ჩააქრო საფერფლეში და ფანჯარას გახედა ისე თითქოს ვიღაცას უყურებდა. მეც ინსტინქტურად გავიხედე გარეთ, შორს, ძალიან შორს, ჰორიზონტზე ჩანდა 15 სართულიანი კორპუსი, რომლის ერთ-ერთ აივანზე გოგონა დამჯდარ იყო და მობილურში Facebook-ის პოსტს ალაიქებდა.